გამარჯობა. წინა ვიდეოში ჩვენ დავამტკიცეთ ბოლცანო-ვაერშტრასის თეორემა. ანუ თუ მიმდევრობა იყო შემოსაზღვრული, მაშინ მას გააჩნდა კრებადი ქვემიმდევრობა. და ასევე ვთქვით, რომ ეს თეორემა დაგვჭირდებოდა კოშის კრებადობის პრინციპის დასამტკიცებლად. პირველ რიგში ჩამოვაყალიბოთ თუ რას ეხება ეს თეორემა. ეს თეორემა არის აუცილებელი და საკმარისი პირობა, რომ მიმდევრობას გააჩნდეს ზღვარი. ანუ თუ მიმდევრობას რომ გქონდეს ზღვარი, აუცილებელი და საკმარისია, რომ ნებისმიერი ეფსილონ წინასწარ დასახელებული დადებითი ეფსილონისთვის მოგვეძებნოს ისეთი ნატურალური n, როცა n-იც მეტი იქნება n-ზე და m-იც იქნება მეტი n-ზე, მიმდევრობის წევრები არ განსხვავდებოდნენ ეფსილონზე მეტად. აი, ეს არის კოშის კრიტერიუმი. და თუ ამას აკმაყოფილებს, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ აუცილებლად ექნება ზღვარი. და ასევე, თუ ექნება ზღვარი, აუცილებლად აკმაყოფილებს კოშის კრიტერიუმს. ანუ, რო დავწეროთ, ეს რო ავხუშნოთ ფიფქიანით, თუ ფიფქიანი შესრულდება, მაშინ აუცილებლად n-ს ექნება ზღვარი. მოგვეძებნება რაღაცა l. და თუ n-ს აქვს ზღვარი, მაშინ გვესრულდება ფიფქიანიც. აი ეს ორი დებულება უნდა დავამტკიცოთ. დავიწყოთ მეორიდან და დავამტკიცოთ შებრუნებულად, ანუ თუ აქვს ზღვარი, მაშინ სრულდება კოშის კრიტერიუმი. და ესე იგი, თუ n-ს აქვს ზღვარი, მაშინ ის აკმაყოფილებს კოშის კრებადობის პრინციპს. ამისთვის თავიდან უბრალოდ დავწეროთ ზღვრის განმარტება, რომ ნებისმიერ ეფსილონისთვის მოგვეძებნება n, როცა პატარა n იქნება დიდ n-ზე მეტი, მაშინ n-ს მინუს l ნაკლები იქნება ეფსილონს. ანუ l აქ ზღვარია, რისკენაც მიისწრაფის n. რადგანაც ეს სრულდება ნებისმიერი ეფსილონისთვის, ჩავიფიქროთ ახალი ეფსილონ ფიფქიანი, რომელიც იქნება მოცემული ეფსილონის ნახევარი. და შემდეგ უკვე ამ ეფსილონ ფიფქიანისთვის მოვძებნოთ ისეთი n ფიფქიანი, რომლისთვისაც შესრულდება, რომ n-ს მინუს l ნაკლები იქნება ეფსილონ ნახევარს. და ასევე თუ ჩვენ ავიღებთ კიდევ სხვა m-ს, რომელიც იქნება n-ზე მეტი, ანუ ამ პატარა n-ისგან განსხვავებული, მაშინ გვექნება ასევე ტოლობა, რომ n-ს მინუს l ნაკლები იქნება ეფსილონ ნახევარს. ჩვენ გვინდა რომ ვაჩვენოთ, რომ n-ს მინუს am არის ეფსილონზე ნაკლები. ამისთვის ჩვენ უნდა მათემატიკური გარდაქმნა უნდა მოვახდინოთ ისეთი, რომ თან არ შევცვალოთ და ასევე შემოვფარგლოთ ის ეფსილონით უკვე მოცემული გამოსახულებებით. აი ზუსტად ეს პირველი და მეორე მაგისთვის დავწერეთ. ახლა ჩვენ აქ დავუმატოთ და გამოვაკლოთ l მოდულის შიგნით. ესე იგი, მე თითქმის არ შემიცვლია მე შიგა გამოსახულება და შემიძლია დავწერო n-ს მინუს am გამოკლებული l და დამატებული l. მე არც არაფერი არ შემიცვლია ამით. და ახლა სამკუთხედის უტოლობიდან გამომდინარე, ეს ნაკლებია ანტოლი n-ს მინუს l დამატებული am-ს მინუს l. და როგორც ვიცით, ცალ-ცალკე ეს ნაკლებია ეფსილონ ნახევარზე, ესაც ეფსილონ ნახევარზე. ჯამში კიდე მათი ჯამი იქნება ნაკლები ეფსილონს. აქედან გამომდინარე დავამტკიცოთ, თუ n-ს აქვს ზღვარი, მაშინ ის აკმაყოფილებს კოშის კრებადობის პრინციპს. გადავიდეთ პირველს. ამისთვის დავწეროთ კოშის კრებადობის კრიტერიუმი, რომ ნებისმიერი ეფსილონისთვის მოგვეძებნება ისეთი n, რომ n-ს და m-იც მეტი იქნება n-ზე, n-ს მინუს am ნაკლები იქნება ეფსილონს. ანუ მიმდევრობის წევრებს შორის სხვაობა იქნება ნაკლები ეფსილონს. ზუსტად აი ამ ეტაპზე დაგვჭირდება ჩვენ ბოლცანო-ვაერშტრასის თეორემა, მაგრამ პირველ რიგში რომ გამოვიყენოთ, უნდა ვაჩვენოთ, რომ აი ამ მიმდევრობა მართლაც არის შემოსაზღვრული. ამის საჩვენებლად დავაფიქსიროთ ეფსილონი რაღაც კონკრეტული რიცხვით, სიტყვაზე ეფსილონი იყოს 1 და შემდეგ ამისთვის მოვძებნოთ რაღაც ნომერი.
ხო, ამასთან ერთად დავაფიქსიროთ m. m იყოს n+1. როგორც ხედავთ, m მეტი n-ზე. ამიტომაც თავისუფლად შეგვიძლია დავწეროთ, რომ an-an+1 ნაკლებია 1. ახლა ეს ყველაფერი რო ავაგოთ რიცხვით ველზე. გამოვა, რომ ყველა წევრი რაღაც ნომრიდან დაწყებული ჩავარდება აი ამ შუალედში, რომელიც არის წითელი კალამით აღნიშნული. ხოლო ჩვენ, რადგანაც გვინდა დავამტკიცოთ შემოსაზღვრულობა, რიცხვით ველზე უნდა დავსვათ ისეთი წერტილი, რომლის იქითაც მასზე დიდ მნიშვნელობას ვერ მიიღებს ამ მიმდევრობის წევრები. ამიტომ ჩვენ უნდა ავარჩიოთ m როგორღაცნაირად. როგორ უნდა იყოს ეს m არჩეული. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ 1-დან n-მდე წევრების სასრულობას. რა თქმა უნდა, 1-დან n-მდე, როგორც უკვე ვთქვი, არის წევრების სასრული რაოდენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ წევრებიდან ამომერჩევა უდიდესი. და ზუსტად ეს უდიდესი, ან კიდე თვითონ აი ეს საზღვარი, n+1-ს დამატებული 1, აი ამ რომელიღაცა 2-დან იქნება ის ზღვარი, რომლის ზემოთაც ვეღარ მიიღებს მნიშვნელობას მიმდევრობა. ესე იგი, m უნდა იყოს მაქსიმალური, 2 n და ასევე n+1-ს დამატებული 1 შორის. ასევე იქნება ქვემოდან შემოსაზღვრული. მინიმუმი იქნება იმავე ლოგიკით ეს ქვედა საზღვარი ბოლოში. აი აქედან ვაჩვენეთ, რომ ის მართლაც არის შემოსაზღვრული. და რადგანაც არის შემოსაზღვრული, მოიძებნება კრებადი ქვემიმდევრობა. ახლა კიდე დავწეროთ კოშის კრებადობის კრიტერიუმი და ასევე ბოცნო-მაისტრატის თეორემიდან გამომდინარე კრებადი ქვემიმდევრობის ზღვრის განსაზღვრება. რომ ნებისმიერი ეფსილონისთვის მოგვეძებნება ისეთი n და m მეტია n-ზე. და ასევე ნებისმიერი ეფსილონისთვის მოგვეძებნება k თუ პატარა k მეტია დიდ k-ზე m k-l ნაკლები იქნება ეფსილონს. ავხსნით ეს პირველი და ეს მეორეთი. ახლა რადგანაც ეს ნებისმიერი ეფსილონისთვის არის სამართლიანი, როგორც წინა მსჯელობაში გავაკეთეთ, აქაც ჩავიფიქროთ ჩვენთვის ეფსილონ ფიფქიანი, რომელიც იქნება ეფსილონ ნახევრის ტოლი და უკვე ამისთვის მოვძინოთ n ფიფქიანი. რა თქმა უნდა, n და m თუ იქნება მეტი დიდ n-ზე, an-am ნაკლები იქნება ეფსილონ ნახევარზე. ასევე მოგვეძებნება ისეთი k ფიფქიანი, თუ k იქნება k ფიფქიანზე მეტი, m-k-l ნაკლები იქნება ეფსილონ ნახევარზე. შევნიშნოთ შემდეგი რამე, რომ n-k ყოველთვის მეტია ან ტოლი m-ზე. ეს მარტივი საჩვენებელია იმ აგებიდან თუ როგორაც ავაგეთ ჩვენ წინა ვიდეოში ეს მიმდევრობა. მარტივად საჩვენებელი, რომ მინიმალური იქნება თუ ავიღებთ რიგ ერთმანეთის მომდენო წევრებს. ანუ n1 an1 იქნება a1, an2 იქნება a2 და ასე შემდეგ. ეს იყო მისი მინიმალური. და რადგანაც ყოველი მომდენო წერი წინა წევრზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ავიღებთ რომელიღაცა ზემოთ დგარ წევრს, ანუ სიტყვაზე 3-ის მერე ავიღებთ 5-ს, ჩვენ 4-ის აღება აღარ შეგვეძლება. ამიტომაც n-k ყოველთვის მეტია ან ტოლი m-ზე, ანუ n-k-ს რომელი n-ით შეესაბამება. ამიტომ რადგანაც n-k ყოველთვის მეტია ან ტოლი m-ზე, აქედან გამომდინარეობს, რომ n-k-ც მეტია n-ზე. მეტიც n-k მეტია ან ტოლი m-ზე და მეტია n-ზე. აქედან გამომდინარე შესრულდება, რომ an-ank იქნება მოთავსებული ეფსილონ ნახევარ შუალედში. ასევე ვიცით აქ m-k ხო. ასევე ვიცით, რომ am-l ნაკლებია ეფსილონ ნახევარზე. ანალოგიურ მსჯელობას ვატარებთ, რომ გვინდა an-l იყოს ეფსილონ შუალედში. ამისთვის უნდა დავამატოთ და ისეთი მათემატიკური გარდაქმნა უნდა გავაკეთოთ, რომ არაფერი არ შეიცვალოს. ამიტომაც წყალებში დავამატოთ 0-იანი. an-l დავამატოთ am-k და გამოვაკლოთ am-k. ეს კიდე ნაკლები ან ტოლი იქნება. an-am-k
დამატებული m-კას მინუს l. წევრად ესენი არიან epsilon ნახევარზე ნაკლები, შესაბამისად მთლიანად არიან epsilon-ზე ნაკლები. აქედან გამომდინარე დავამტკიცეთ, რომ კოშის კრებადობის პრინციპი არის საკმარისი და აუცილებელი პირობა, რომ მიმდევრობას გააჩნდეს ზღვარი.